ბათუმში მოქმედი თეატრები მომდევნო წელსაც გაუმართავი ინფრასტრუქტურით ხდება. ახალ წელს ბათუმის საზაფხულო თეატრი გათბობა კონდიცირებისა და სხვა წვრილმანი სერვისების გარეშე, ხოლო ბათუმის დრამატული პროფესიული თეატრი კვლავ დიდი ხნის წინ დაანონსებული რეაბილიტაციის მოლოდინით. საახალწლო ღონისძიებებს პატარებისათვის ამჯერადაც ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართავს თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრი. შენობაში ამ დრომდე გრძელდება სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები. გათბობის შემდეგ აქ სავენტილაციო სისტემები მონტაჟდება. მიმდინარე სამუშაოებისათვის ერთდროულად 2 ტენდერია გამოცხადებული. თვის ბოლოს კი კიდევ ერთი შესყიდვა უკვე სცენისა და განათების მოწყობისათვის წლის ბოლოს გამოცხადდება. თეატრის დირექტორს რამდენჯერმე დაანონსებული და სხვადასხვა მიზეზით გაჭიანურებული სამუშაოების გამო თეატრის გახსნის თარიღის გამჟღავნება უჭირს, თუმცა მედია ჩარკვენი ამბობს, რომ გეგმის მიხედვით პატარების მიღებას თეატრი მომდევნო წლის პირველ კვარტალში შეძლებს. ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. 2 ტენდერი არის გამოცხადებული, ერთი გათბობა კონდიციონირების და მეორე სამშენებლო სამუშაოები, ანუ სამშენებლო საინჟინრო სამუშაოები. ორივე ხელშეკრულება არის უკვე გაფორმებული. თქვენ ნახეთ უკვე რომ კონდიციონირება გათბობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და საინჟინრო სამუშაოები დაიწყება ხვალიდან. ორივე ტენდერი უნდა დამთავრდეს თებერვლის თვეში, შემდეგ ჩატარდება სამხარაულის ექსპერტიზა და იმედი მაქვს, რომ უკვე გაზაფხულზე მარტის თვეში თეატრი გაიხსნება. რაც შეეხება სცენის მოწყობის სამუშაოებს, ეს ტენდერი გამოცხადება დეკემბრის ბოლოს და ისიც დამთავრდება თვენახევარში.